ევროსაბჭოს სპეციალურ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 6 მარტს გაიმართა, ლიდერებმა ევროპის მილიტარიზაციის პროგრამისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღეს. ევროსაბჭომ ორი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც ერთი უკრაინას, მეორე კი ევროპის თავდაცვას ეხება. შედეგად ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის რეგულარულ მხარდაჭერას და 2025 წელს უკრაინას 30,6 მილიარდ ევროს გადასცემს. ევროკავშირი თვლის, რომ უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებს ძლიერის პოზიციით უნდა შეხვდეს, რისთვისაც წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდებას გააგრძელებენ. უკრაინის საკითხზე წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იყო. უკრაინის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკება არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, რომლებიც გავლენას მოახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე ევროპის ჩართულობის გარეშე. უკრაინის ევროპის ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება გადაჯაჭვულია. ნებისმიერი ზავიან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყოვლის მომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომავალი პროცესის ნაწილი. ნებისმიერ ასეთ შეთანხმებას თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას. მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტის მსვლელობისას შიდა საუბრებში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოვიდა წინადადებით, რომ ნატოს მეხუთე მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს სრული წევრობის გარეშე. სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ თქვა, რომ რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა დაპირება უკრაინისთვის 15 მილიარდ ევრომდე დახმარების გამოყოფის შესახებ. Immediately, member states can increase their support. დაუყოვნებლივ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გაზარდონ მხარდაჭერა გაზრდილი ფისკალური სივრცის წყალობით. რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა 15 მილიარდ ევრომდე დაპირება. ჩვენ ასევე დავავალეთ საბჭოს, რომ სასწრაფოდ იმუშაოს შემდგომ ინვესტიციებზე უკრაინის მწვავე სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების გადასაჭრელად. ამავდროულად ჩვენ ვემზადებით მხარე დავუჭიროთ უკრაინას, როდესაც ის გადაწყვეტს მოლაპარაკებებში ჩართვას. ავეხმაროთ მას დადებითი შედეგის მიღწევაში. ეს ნიშნავს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. რაც შეეხება ევროპის თავდაცვას, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროპამ თავად უნდა უპასუხოს აგრესიას ნებისმიერი მხრიდან და ეროვნულ დონეზე ხელი შეუწყოს თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ევროკავშირი დააჩქარებს საჭირო ინსტრუმენტებისა და დაფინანსების მობილიზებას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით. ამით კავშირი გააძლიერებს მთლიან თავდაცვის მზადყოფნას, შეამცირებს სტრატეგიულ დამოკიდებულებებს, აღმოფხრის კრიტიკულ შესაძლებლობებს და გააძლიერებს ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზას. შესაბამისად მთელს გაერთიანებაში, რათა ის უკეთესად მიაწოდოს საჭირო რაოდენობით და დაჩქარებული ტემპით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ბრიუსელში გამართულ ევროსაბჭოს სპეციალურ სამიტზე იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან სამიტის დასრულების შემდეგ თქვა, რომ შეხვედრა შედეგიანი იყო როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. დღესვე ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პირველი ტრანში გადაურიცხა.